გვეკითხებიან რომელ რიცხვით სიმრავლეებს მიეკუთვნება რიცხვი 8-ო. ეს კარგი გამეორება იქნება სიმრავლეების, და მოდი გადავხედოთ. პირველი არის ნატურალური რიცხვები, ხო? ნატურალური რიცხვები. და ნახოთ ესენი რომლებია, ესენი არის უბრალოდ 1, 2, 3 და ასე შემდეგ რიცხვები, რომლებიც არის მთელი და დადებითი და არ არის ნულიდან. ეს არის ნატურალური რიცხვები. აშკარად ახლა 8-იც არის ნატურალური რიცხვი, ესე თვლით მივალთ 8-მდეც, ასე რომ 8 ნამდვილად არის ნატურალური რიცხვი, კი ბატონო, ესე იგი ამას გავუკეთოთ ესეთი ჩეკ. შემდეგი რა არის? შემდეგი მოდის მთელი რიცხვები. ესე იგი მთელი რიცხვები გვაქვს ახლა, რომლებიც რით განსხვავდება ნატურალურისგან? იმით რომ უარყოფითი რიცხვები შედის, ანუ რაღაც 3 წერტილი და მერე -3, -2, -1, 0-ით შედის, 1, 2 და ასე შემდეგ. აქაც შედის 8, ასე რომ ესეც ჩეკ. საერთოდ ნატურალური რიცხვები ამისი ქვესიმრავლეა, ხო? მოდი ნახაზიც გავაკეთოთ, საერთოდ კარგი იქნება აქ. ესე იგი ეს იყოს ნატურალური რიცხვები, მოდი აქ დავხაზავ. ეს იყოს ნატურალური რიცხვები, ესე ნატ ესე დავაწერ. აქ 8 აშკარად შედის, მოდი თეთრად დავწერ, რომ აქ 8 გვაქვს. შემდეგ ეს არის ქვესიმრავლე მთელი რიცხვების. ამიტომ რაღაცა ესეთი მთ რ ფერებითაც ხვდებით, რომ მთელი რიცხვები არის, ხო? ახლა მოდი შევმოწმოთ შემდეგი სიმრავლე რა არის, შემდეგი რიცხვითი სიმრავლე, ეს არის რაციონალური რიცხვები. ახლა გავხსენოთ რა არის რაციონალური რიცხვები. ამას ძალიან მოკლედ ჩავწერ, რაციონალური რიცხვები არის რიცხვები, რომლებიც შეგვიძლია წარმოვადგინოთ წილადის სახით. ანუ როგორც ორი მთელი რიცხვი შეფარდება, რაღაც p გაყოფილი რაღაც q-ზე. ახლა p გაყოფილი q-ზე შემიძლია თუ არა გავაკეთო 8-ისთვის. ცხადია შემიძლია 8 წარმოვადგინო, როგორც ვთქვათ 8 გაყოფილი 1-ზე. ან როგორც 16 გაყოფილი 2-ზე, ან როგორც ასე შემდეგ, 32 გაყოფილი 4-ზე და ასე შემდეგ. ასე რომ 8-იც ნამდვილად არის რაციონალური რიცხვი და რაციონალური რიცხვებიც სხვათა შორის არის კიდევ ზესიმრავლე. ანუ ესენი არის რაციონალური რიცხვების ქვესიმრავლე, ესე იგი რაციონალური რიცხვები აი აქ. ეს 8 რადგან ყვითელში შედის, ცისფერშიც შედის, ესე იგი და იისფერშიც, ასე რომ ყველაფერი კარგადაა. ახლა შემდეგი რაც მოდის, ეს არის ირაციონალური რიცხვები. მოდი დავწერ, მოდი იყოს წითელი ფერით. ირაციონალური. მოდი რიცხვებს აღარ დავწერ, რა დროს კარგავ. ესე იგი, ირაციონალური რიცხვები როგორია? ირაციონალური რიცხვები მარტივად განიმარტება. რიცხვები, რომლებიც არ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ასეთი სახით, არის ირაციონალური. და აშკარად რადგან 8 შეგვიძლია წარმოვადგინოთ ასეთი სახით, ესე იგი 8 რაციონალურია და ამიტომ ირაციონალური ვერ იქნება. ესე იგი, ირაციონალური არ არის, ამიტომ ამას მოდი x გავუკეთებ აქ და ირაციონალურს დავხატავ როგორ? ეს კი არ არის ზესიმრავლე აი ამ დანარჩენი სიმრავლეების. რაღაც ცალკე სიმრავლე არის, აი რაღაცა ესეთი არის. აი ესა ირაც. აი ესე. ანუ არ არის თანაკვეთაში საერთოდ ამათთან. ესენი არ შედის ირაციონალურ რიცხვებში. ესენი ყველა რაციონალურია. და დაგვრჩა ბოლო. ბოლო არის ნამდვილი რიცხვები. ნამდვილი რიცხვები რა არის? ნამდვილი რიცხვები სინამდვილეში არის აი ეს ყველაფერი. ახლა გამიჭირდება მის ზუსტად შემოხაზვა, მაგრამ აი მთელი ეს რიცხვები აქამდე რაზეც ვისაუბრეთ, ყველა შედის ნამდვილ რიცხვებში. ანუ ირაციონალურიც და რაციონალურიც და მთელიც და ნატურალურიც არის ქვესიმრავლეები ნამდვილი რიცხვების. ამიტომ, ცხადია თავისთავად, რომ 8 ნამდვილი რიცხვია და შედის ნამდვილი რიცხვების სიმრავლეში. შესაბამისად, ესეც ჩეკ. და ესე იგი გამოვიდა, რომ 8 არის ამ 5-დან 1-ის გარდა ყველას წევრი. მოდი ირაციონალურის მაგალითი ვნახოთ, რამე სხვათა შორის საინტერესოა იქნება, არიცით? ყველაზე პოპულარული მაგალითი ირაციონალურის არის π. π არის ყველაზე პოპულარული მაგალითი, ნამდვილად ირაციონალური არის, ზუსტად არ მახსოვს 3.14, 15, მერე 9 და მეტი აღარ მახსოვს არც მე, ხალხი ზოგჯერ ასობით ციფრს იმახსოვრებს და ამისი საინტერესოობა იმაშია, რომ ჯერ ერთი არის უსასრულო, ორი ფაქტი, რას ნიშნავს ირაციონალური. ერთი რომ ეს უსასრულოა. ანუ უსასრულოდ მიდის ასე რა? სულ ეს რიცხვები არასდროს გამოგელება და მეორე არ მეორდება. ანუ ისე არ არის, რომ რაღაც დროის მერე დაიწყოს გამეორება ლოგიკა მამაში. ანუ არ მეორდება. სულ რაღაც შემთხვევითად ჩნდება სხვადასხვა ციფრი აქ. და ამით არის ირაციონალური რიცხვები ძალიან საინტერესო სხვათა შორის. მოკლედ ეს იყო ამისი ამოხსნა, იმედია მოგეწონათ და დროებითაო, შემდეგ ვიდეომდე.